ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ისტორიული პროექტია, რომელიც გაზრდის ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობას და შექმნის დადებით ეფექტს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო აკვატორიის ფსკერის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს გამოცდილი მაღალი რეპუტაციის ბელგიური კომპანია Ian Denul NV ახორციელებს. პროექტირება მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოზე გამავალ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემას უფრო ძლიერს და მდგრადს გახდის. ნავსადგურის ამოქმედება ახალ იმპულსს მისცემს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ანაკლიის ნავსადგურის ფუნქციონირება გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას გლობალური მოწოდების ჯაჭვში. პროექტირება მშენებლობის პროცესში 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ნავსადგურის ოპერირების დროს 2000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. პორტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 600,000 კონტეინერი იქნება.